სურაღაც ხდება პატარა ქალაქში ხან დღისით ხან ღამით ხან მზეში და ხან კარში მალე ხომ იცი რომ მიდის და აღარ იცის დრო ახელ თვალებს სინანულს რომ მერე გვიან ხდები რომ ის იყო ვინც გიყვარს ის იყო ვინც გახსოვს ის იყო ერთ-ერთი ექიმი თვრალი საოპერაციოში ვერ შევა. შეგიძლია ახლავე დაწერო განცხადება, რომ სამსახურიდან მიდიხარ. მოკლედ, გოგო შემიყვარდა. ხოდა რა ვიფიქრე იცი, ანუ რამე პაპსაავეჯი ჩვენ სხვა შევუკვეთოთ და ჩამოვიტანოთ მეთქი რა. აქ რაღაცა კრეატიულ შეკვეთებს ავიღებთ ხოლმე ისედაც. ახლა სამწუხაროდ მე ვერ ვიტყვი ვარს იმაზე, რაც კანონით მეკუთვნის. ხო, მაგრამ მაშინ ქონებრივი დავა უნდა წამოიღო. კი ვიცი. და მაგისთვისაც მზად ვარ. ზუია დაჯექი ხა გეხვეწები, ეგრე უნდა იარო დამეხვა თავბრუე. დაჯექი კარგია, ძალიან მალე დიდი ბიზნესმენი ხდები. ახალი ოფისი, ბევრი მაყუთი, ჰა? მერე მაგიტო უნდა დაждდე, რომ სკამ შეეჩვიო, ბიჭო. რა? ჯერტი ზეგ ჩამოდის ის და ზეგამდე ეგრე უნდა იარო? და შენ არ თქვი დღესეო, ჰა? ბიჭო, დღესე იმას ხო არ ნიშნავს მე რომ აუცილებლად დღეს ჩამოვა, ან ხვალ. ვიცა, ანუ მე ხვალიდან დავინერვიულო? მე მაინც გირჩევდი, რომ ზეგ დილიდან დაიწყო. აი, მიბადე ძმაო კასპერას. რა ის თუ ფიხებზე გიდია ყველაფერი. კაი რა ბიჭო რა, კაი რა. შენ ძმობას ვიცა ვარ, მაგრა ნერვიულობ და მაგრა მაინტერესებს როგორ წავა ჩვენი საქმეები. მაგრა კასპერი. ძალიან მაგრა წავა. აი აგერ ნახა. ისე მობს აი, რო გიყურებ, საერთოდ სხვა ადამიანი ხარ რა, აი სხვანაირი გახდი რა. სხვანაირი როგორი? აი, ისეთი მოკოქილი, სუ ენერგიაზე, ჰა? და ცოტა გასიმპათიურდი კიდე. ვა. მარტოები ხო არ დაგტოვოთ. არ შეიძლება ადამიანს ის უთხრა, რასაც ვფიქრობ? ბიჭო, როგორ არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთ-ერთზე რო დარჩებით, უფრო გაგისწორდება რა. მე წავედი. სად წახვედი, მე გადავედი? შეგვეთა მოვა, ეხლა უნდა დავითვალოთ და გამოვწეროთ. ვიცი რა და დაიწყეთ უჩემოთ რა და მალე დაუბრუნდებით. კაი? აი, მიდი, მოხვალ დღეს. უეჭველი. აბა რას ვიზამ? უეჭველი ირინას ამბავია. აი, კაცო. როგორ მივხვდი? ოხსვია. მოვლენ ახლა და მოშორდი ფანჯალას. შემოვიდნენ უკვე. მოკლედ გავდივარ და არც იფიქრო შემოს. გარედან ხო არ ჩაკიდო. ნუ ბავშვ რა. რამე სესულელი არ გააკეთო და 5 წუთში შემოვა, კაი? გიორგი არ მავა ხა? არა, არ იქნება. გიორგიმ უკვე მოაწელა ხელი. შენი ხელმოწერა დარჩა. აი აქ. ერთი წუთით. არაფერი არ შეცვლა, ყველაფერი ისე როგორც შევთანხმდით. 50-50. უბრალოდ პროფესიული ჩვევაა. კაი ბატონო. მე რომ მკითხო ზედმეტად წესიერია.
დამსახურება. კანონით კი. სამწუხაროდ. გილოცა. მურჩა. დღეიდან თავისუფალი კაცი ხარ. ძალიან არ ხდება ეს პალტო. დიდი მადლობა. არ მოიწყინო, მალე ჩამოვალ. ზუსტად 5 დღეში და 11 საათში. ხო და 5 დღეში და 11 საათში ისევ ჩაგეხუტები. ძალიან კარგი. წავიდეთ, თორე დამაგვიანდება. ო, კაი, დაიკიდე რა. რესაყორელი ხარ. სამაგიეროდ 5 დღეში ისე მომენატრები, რომ მივხვდები, რომ უშენოდ არ შემიძლია. მაშინ აუცილებლად უნდა წახვიდე. მომისმინე. ჩახვალ თუ არა ეგრევე დამირეკე. აუცილებლად. ნიკურ სათხარ. რა იყო სამსახურში მიტიღარ თუ ოპერაში? 1 საათია უკვე გამოხვედი საბაზაროდან. მოდივარ. ბიჭო, აცადე ბავშვს, პირველი დღეა და უნდა შთაბეჭდილება მოახდინოს, რა გჭირს? რას ეძახი, რომ არის შანსი, რომ შეიძლება ვერ მოახდინოს შთაბეჭდილება. ას ლაპარაკობ, დედიკო, შენ სარეაბილიტაციო ცენტრში კი არა, ჰოლივუდში მსახიობად რომ იხვი და იქაც გადარევ ხალხს. რას ამბობ, კაცო? ხალხის გადასარევად კი არა, ხალხის გამოსაჯამთრებლად მიდის იქ. კარგი საქმეა, ძალიან კარგი. კარგი საქმე ის იყო, რასაც ვაკეთებდი. ხო იცი, რომ ხოლმე წინა ქირურგობა მინდოდა. ვიცი, დედიკო და მალე დაუბრუნდები შენ საქმეს. უბრალოდ ეხა ეს საჭიროა, რომ ფორმიდან არ ამოვარდე. აუ, ვიცი, მაგიტო დავთანხმდი მეც. თანაც კარგი ხალხია, კარგი პირობები. აი, ღმერთო მადლობა, ჩემი შვილი რომ დამიბრუნე. რამდენადაც მახსოვს, მე თვითონ გავუბრუნდი. ყველაფერზე გლიცინი გამიგია? მაშინ მოგვიტანე შენი ბლინები და პირი დაკავებული ვექნება, აღარ ვიღლიცინებთ. მალხას თუ ესე ქშია, ბუტერბროდი გავიკეთებინე მანამდე. შენ ბლინს რო ელოდება ადამიანი, ბუტერბროტი როგორ უნდა ჭამოს? დედიკო, იცი რას ვიზავ? ჩაგიდებ კონტეინერში და გაგატან სამსახურში. დაგინდა ეხა, პირველივე დღეს გინდა ბიჭი შეერწყვინო? მე წავიდებ მაგას. აი, მალხას. აუ, ზვიად, კიდე არ ამდგარ. არ მინდა რა შენი გამოხდა, წავალ მარტო. არა, მეც ამოვალ, მაინტერესებს ის ახალი კატალოგი. რა გეტყობა, ზოზინებ 1 საათია. ბიჭო, ნახე აქაც რა მაგარი ავიჯია, კაი, ვიცი, ხო, ოღონ წამოდი გთხოვ რა. ბიჭო, მართლა რა ვერ გაეტიეთ თქვენ რა გჭირთ რა. ხელს მიშლი ძმაო რა უკვე მეორეჯერ ვამრავლებ სიგძე სიგანეზე რა. კასპერი ხაი, თლად ჩვენი ბრატიც არ ამგონია იყოს. რა ცოტა მათემატიკის მასწავლებელსაც რომ დააბრალო. აი, ეხა არ მომიყვანო მან. წამო. ავედი ჩვენ. ხო, ჩემი მოგზაური როგორ არის, აბა? ცუდად, ძალიან ცუდად. რატო? რა მოხდა? სად ხარ? კონფერენციაზე. უბრალოდ ახლა გამოვედი, თბილისიდან დამირეკეს. ვინ დაგირეკა, რა ხდება? ჩემი ქმრის მომვლელმა. დედა გარდამეცვალა და ჭიათურაში უნდა წავიდეო. და მე არ ვიცი მოხუც მამას მარტო როგორ დავტოვებო. ეუფ. ხო წარმოგიდგენია რა დღეში ვარ. უბრალოდ არ ვიცოდი ვისთან დამერეკა და შენ დაგირეკე.
არა, რა თქმა უნდა, ეხლა ჩემთვის უნდა დაგერეკა რა. მითხარი რა შემილია და ყველაფერს გავაკეთებ რა. ვიცი როგორ მეყვარხარ. მეც. მითხარი რა გავაკეთო. ძალიან მცხენია, მაგრამ სასწრაფოდ ვიღაც მომვლელი უნდა მიშოვო. თუნდაც დროებით ჩემს ჩამოსვლამდე. ნებისმიერ ფასზე თანახმავარ. სადღეღამისო, ხო? ხო. აიმე კასპერ, ძალიან მერიდება. აი არიცი რა ცუდად ვარ, ამას შე რო გთხოვ. აი ეხლა, ნუ ხარ ცუდად რა. ეხლა გავთიშავ და ვიღაცებს დაურეკავ და გავარკვევ რა. არ ვიცი, მადლობა, როგორ უნდა გადაგიხადო. დრო ჩამოხვალ რამეს მოვიფიქრეთ. კოცნი. როგორც კი ვინმე სიპოვი, ეგრევე დამირეკე. კი, აბა რას ვიდა, მეგრევე გაგაგებინებ რა. შეუკვეთავთ რამეს? ორი ამერიკანო ნამდვილად. დანარჩენი ჩემი მეგობარი რომ მე. კი ბატონო. ორჯერ დავაგვიან და ორჯერ თან. წარმოგიდგენი ხარ რაც ფიქრო. დაწმაგდა დაჭექი. გაისმითი არაფერი მიფიქრია შეიძლება. ყავა შეუკვეთე შენ მაგივრად. ოი რა კაია. სულ ამერიკანოს ვავდი და ხო ნამცრუ შეკვეთაც მინდოდა, მაგრამ ვიფიქრე რომ ბელგიაში ისეთ ნამცრუს შეჭამდი რომ მადლობა. არა ჩვეულებრივი ნამცხრები გვაქვს. არა, მადლობა. მოყევი ხაბა რა შეგვიძლია. ვივიწყებდი მედიცინას. მართლა? აღარ გინდა ექიმი? არა. გონია რომ ყველა კლინიკაში ერთი გოჩა ექიმი აუცილებლად იქნება და ის დღე რომ ახსენდება ძალიან ცუდად ხდება. და გადავიდე ფლორისტობაზე. გავიარე 4 თვიანი კურსი და ბიოლოგია ძალიან გამომადგეს უთა შორის. რა მომგერე. მისმინე. დღემდე ვერ ვპატიებ ჩემ თავს გოჩას რა გამრები შეჭი. მაგრამ დამიჯერე მაგასთან არ დამთავრები. არა, შეეშვი რა, პირიქით. შენი ძალიან მცხენია. და რამდენიმეჯერ მინდოდა რომ მომეწერა, მაგრამ ძალიან მომერიდა. რატო? რატო? ჩემ გამოდაგარგე სამსახური. ეხლა რა შვები? დღემდე უმუშევარი ვიყავი და სერიალებს უყურებდი. დღემდე ანუ? დავიწყე უკვე რა. ის არ არის რაზეც ოცნებობდი, მაგრამ სარეაბილიტაციო ცენტრი. შენ ყველაფერი ძალიან კარგად გამოგივა, შედაც. გაჩერდი. ჯობია შენი ევროპული ამბები მომე. იცი რა, მოდი გავსინჯოთ ამათი ნამცხრები, მომინდა რაღაც და მეკპატიჟება გონდა. ბაბა, ეხა, ეგეთები არ იყოს. ხო გითხრა რომ უმუშევარი აღარ ვარ.